მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღრმესი მადლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ. დაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა ესე უცბად გავაკეთო გაშლა, ეხლა ვიმყოფები ყვარელში. მე ყვარლის ბოლოს რო ახვალთ არის ძალიან საოცარი გარემო, საოცარი ადგილები და გირჩევთ რომ სულიერი სიმშვიდისთვის წამოხვიდეთ და რაღაცა ესე უცებ მომინდა რომ მოდით ვნახოთ ორი ვარიანტი, პირველი ან მეორე, აირჩიეთ და ვნახოთ რა შემოვა აპრილის თვეში თქვენთან ახალი სიახლე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგი უნდა იყოს. მოკლედ პირველი ვარიანტისთვის ვნახოთ რა შემოვა. თქვენთან შემოვა ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ ძალიან კარგ მყარ ურთიერთობა შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენთვის გახდება ძალიან ესე ვთქვათ ძვირფასი ადამიანი, ხო? ადამიანი, რომელიც ბევრისთვის შესაძლებელია იყოს მეუღლის მდგომარეობაში, ხო? რაღაცა ისეთი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თუ ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში, ნუ მაშინ ის ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას იმისას, რომ რაღაცნაირად გადავიდეს სხვა ეტაპზე, ხო? თქვენ გექნებათ ვინც მატერიალური კეთილდღეობა, პირველი, ანუ პენტაკლების მეფე, ცხრიან პენტაკლები, ანუ ძალიან კარგი მატერიალური მდგომარეობა გექნებათ. შეიძლება ვიღაცებმა სახლიც კი შეიძინათ, რატომღაც ესეთი ენერგია მოდის და თქვენი ოცნება აისრულოთ, თუნდაც გადახვიდეთ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც თქვენ გიყვართ და გინდათ რომ იყოთ საცხოვრებლად ერთ სივრცეში, ხო? რაღაც მოხდება თქვენს ცხოვრებაში გამოფხიზლება, გამოღვიძება, აი ის მომენტი, როდესაც თითქოს ჩაქნეული ქონდათ ხელი რაღაცა ემოციებთან მიმართებაში, ჩაქნეული ქონდათ ხელი რაღაცა აღარაფერი აღარ გამოჩნდება ისეთი, ხო? თქვენ რაღაცები აპრილში როგორც ჩანს ძალიან მყარ ურთიერთობას მიიღებენ, ხო? პირველი ვარიანტის წარმომადგენლები აშკარად ძალიან კარგი ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მოდით კიდევ ვნახოთ რა შემოდის. აი როგორც გითხარით, ხიზლებით თქვენი ოცნებების მდგომარეობა სრულდება. თქვენ მდგომარეობაში შემოდის მართლაც აი საოცარი სტაბილურობა, საოცარი ენერგიები იმ ხრივ რომ აი თქვენი პირადი ურთიერთობა, ანუ როგორც მატერიალური, აშკარად პირველ ვარიანტ მატერიალური მდგომარეობა ძალიან კარგი. თქვენი პირადი ურთიერთობებიც უფრო საინტერესო და კარგი ხდება, ხო? თქვენ იწყებთ ახალ ცხოვრებას. თქვენ აპრილში უკვე აი რო იტყვენ, თითქოს ციკლს დაასრულებთ, ციკლი დაასრულებთ, რაღაც კარმული მდგომარეობები არის ეს, რაღაცა ემოციური მომენტები არის, ხო? ყველაფერი დაასრულოთ, ყველაფერი გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან და იწყებთ ახალ ეტაპს, ახალ ცხოვრებას, ახალი მიზნებისკენ, ბედნიერებისკენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ აპრილში იქნება ის მომენტი, რომ ვიღაცასთან კონკრეტული ადამიანი გამოჩნდება, რომელიც მოგიტანს ძალიან დიდ ბედნიერებას და თუ ხართ უკვე პარტნიორულ ურთიერთობაში, ნუ ეს ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ხრივ, რომ რაღაცა უფრო სერიოზული დაიწყოს. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. გაშლა ცოტა პატარა გავაკეთოთ, რომ თქვენთვისაც მარტივი იყოს საყურებლად. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია, ვნახოთ. მეორე ვარიანტის ცხოვრებაში რა შემოდის მეორე ვარიანტის ცხოვრებაში. თქვენთანაც როგორც ჩანს ადამიანი მობრძანდება, ადამიანი რომელიც შეიძლება დიდი ხანია ელოდებით კიდევაც ამ ადამიანის მოსვლას, ხომ? რაღაცა ადამიანი ასევე შეიძლება რომ გაგიკეთონ საჩუქარი, ხო? კონკრეტულად თუ ადამიანს არ ელოდებით, გაგიკეთონ საჩუქარი. თუნდაც იმ ხრივ საჩუქარი, რომ აი საჩუქარი სამყარო. გამოხვიდეთ ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაციებიდან და მიხვდეთ, რომ თქვენი მიზნებისთვის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ენერგიებია საჭირო და თქვენი მიზნებისგან დაიწყოთ სვლა, ხო? თქვენ ცხოვრებაში კონკრეტულად მოხდება ის მომენტი, რომ და შემოვა აპრილში ის მომენტი, რომ თქვენ მოატრიალებთ თქვენს ცხოვრებას. ნამდვილად, აი თითქოს საჩუქარს გიკეთებთ სამყარო იმისას, რომ გამოფხიზდეთ, გამოხვიდეთ მდგომარეობებიდან, რაც არ მოგწონთ, რაც არ გინდათ დახუროთ, მაგრამ აშკარად თქვენთანაც მოდის პარტნიორი, აშკარად თქვენთანაც მოდის. მართალია, აქ ცოტა უფრო ესეთი პატარა პაჟის ენერგიებში არის და
ფლათ ესეთ რაღაცა როგორც პირველ ვარიანტთან პირდაპირ გადაწყვეტილებით არა, მაგრამ თქვენთანაც რაღაცა ახალი ურთიერთობა იწყება, ახალი ენერგიები, სადაც აშკარად იგრძნობთ ბედნიერად თავს და შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ის გადაწყვეტილებაც, თუ თქვენ რაღაცა ამ ეტაპზე წარსულს მისტირით, მისტირით რა, წარსულის ფიქრებით ფიქრობთ, აი ამ წარსულს გაუშვებთ და თქვენი ცხოვრება სამყაროსგან იქნება რაღაცა ახალი ემოციებით და ახალი ენერგიებით, ხო? ძალიან კარგი, ორი ვარიანტი, ძალიან კარგი ადგილას, მშვენიერი ენერგიებით მოვიდა, მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, სიყვარულს თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებას და იმედი მაქვს, რომ ყველა მოახერხებთ ამ ადგილას მოსვლას, ადრე თუ გვიან და დატყვევით იმ სულიერი სიმშვიდით, რასაც აქ იპოვით. დროებით.